მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ სეუს ჭკვიანურ პოდკასტებს და დღეს ჩემი სტუმარია ბატონი გია მურღულია. ძალიან დიდი პატივია, ძალიან მიხარია, რომ დღეს ასეთი სტუმარი გყავს და რაც თავარია გვაქვს ძალიან აქტუალური და ამ დროისათვის ყველაზე მეტად საჭირო თემა. ეს არის როგორ შევარჩიოთ სკოლა. დამეთანხმეთ, რომ საკმაოდ რთული საკითხია. გეთანხმებით უკვე. კი, სკოლას ირჩევს მშობელი თავიდან და ცოტა დაბნეული არ ეხოლმე ეს მშობელი რის მიხედვით როგორ შეარჩიოს, იმიტომ რომ ხა საუკეთესო ხო უნდა თავის შვილისთვის, არა, ბუნებრივია. და აი აქ უკვე დგება სირთულე, რა ვქნათ? მოდი გავშიფროთ ეს თემა და მივცეთ რჩევები მშობლებს. დავიწყოთ ყველაზე დიდი განსხვავებით. კერძო სკოლა და სახელმწიფო სკოლა. უყურეთ, არის სახელმწიფო სკოლა, რომელიც არის სრულიად უფასო და არის კერძო სკოლა, რომელიც საკმაოდ ძვირიანია, ხო, სადღაც მე თუ არ ვსწრები 5-6 მინიმუმი და მე ადის და ადის საკმაოდ დიდ ციფრებზე. ესე იგი, რამდენად უკეთესი უნდა იყოს კერძო სკოლა, რომ ღირდეს ამდენი ფულის გადახდა უფასოსთან შედარებით. რა სიტყვით, რა არის ამათ შორის ყველაზე დიდი განსხვავება და მინუსი და პლუსი? ხო, ეს ყოველწლიური არჩევანია. ვერან ვერ ჩაერევა მაგაში. мотивация შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. შეიძლება იყოს ძალიან გაცნობიერებული არჩევანი, შეიძლება იყოს უბრალოდ წამხედულობა, უბრალოდ მოდურობა, რა იმის შვილი სწავლობს და ჩემმა რო არ მასწავლოს იქ და სხვას მანდამაინც არ გითხულობს არაფერს. განსხვავება რა შეიძლება ვიგულისხმოთ ჩვენ კერძო და საჯარო სკოლებს შორის. ერთი უნდა თქვა, რომ ყველგან სადაც კერძო სკოლა არსებობს, ის ხარისხით აღემატება საჯარო სკოლას. ყოველთვის და ყველგან მინდა და მეთქვა, მაგრამ თლათ ასეც არ არის. ხარისხში გულისხმობთ სწავლის ხარისხს თუ აი ინფრასტრუქტურას? არსებობს ორი მთავარი ხარისხი, სწავლების ხარისხი და სწავლის ხარისხი. ანუ როგორ გასწავლიან შენ და მეორე შენ როგორ სწავლობ. როგორ გიქმნიან мотивაციას, რომ შენ აქტიური იყო ამ პროცესში, იმიტომ რომ ეს მეორე თუ არ არის, ის პირველი ტყუილად არის. რა ქმნის მთავარ განსხვავებას? პირველ რიგში განსხვავებას ქმნის ის, რომ კერძო სკოლის დამფუძნებელს აქვს სრული შესაძლებლობა, რომ თვითონ შეარჩიოს კადრები. თვითონ გაიაზროს კონცეფცია, რასაკვირველია, თავისი სკოლის, თავის გუნდთან ერთად. არ შეეშალოს ხელი იმაში, რომ ეს კონცეფცია თავადვე თავისი შეხედულების სამეფრ განახორციელოს. შეარჩიოს ის ადამიანები სხვადასხვა წესით, უფრო კონკურსის წესით, ვინც სრულად მოერგება მის ჩანაფიქრს, შექმნას გუნდი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ძალიან არსებითია, ვინ არის შენი მასწავლებელი, მაგრამ ყოველთვის ამაზე მეტად არსებითია, რომელი გუნდი გემსახურება შენ პედაგოგების, რომელიც ქმნის სკოლის საერთო აურას, საერთო განწყობას და საერთო კულტურას. აი, აქ ერთ რამეს ვიტყვი, როცა მე მეკითხებია როგორ შევარჩია სკოლა, ვეუბნები ნახე დირექტორი. როგორიც არის დირექტორი, ისეთი გარემო და ისეთი ხალხი ყავს შემოკრებილი. სწორია ესა თქვენი აზრით? რაღაცა ვერსიით სწორია, რა თქმა უნდა. ამას წინათ განათლების სამინისტროში საუბარი ქონდა რაღაც თემასთან დაკავშირებით და იქ თქვი, რომ რეფორმა თუ ამის განხორციელება გვიწერიათ ჩვენ, არის 7 კაცის რევოლუცია სკოლაში. დირექტორი, მოადგილე და 1-5 კათედრის გამგე. თუ ასეთი გუნდი სკოლაში არის, სხვა რაც გინდა პრობლემა იყოს, მაინც იმედით შეიძლება შეხურებდე მომავალს. იმიტომ რომ ეს 7 ადამიანი, ზოგჯერ 4, ზოგჯერ 2 და ზოგჯერ 1-იც კი საკმარისია, რომ სკოლის კულტურა შეიქმნას. ანუ თქვენ ასე მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ნახე დირექტორი საკმარისი არ არის. იმ დირექტორს რა უნდა ჰკითხო? აი ეს არის მნიშვნელოვანი. აი ყურეთ, როგორ შევარჩიოთ სკოლა. მაგაზე არის ორი პასუხი. ერთი მარტივი, მეორე რთული. მარტივი პასუხი საყოველთაოდ ცნობილია და ანეკდოტურია. ყველაზე კარგი სკოლა ის, რომელიც არის სახლთან ყველაზე ახლოს. სხვათა შორის ეს არ არის ცუდი კრიტერიუმი. ხო, არა, მნიშვნელოვანია. მეორე და არსებითი ჩემი აზრით არის მთელი თაიგული
მოთხოვნებისა, რაც ბავშვის მშობელს უნდა ჰქონდეს სკოლის მიმართ. აი მოდი ახლა ეს მოთხოვნები გავიაროთ. დიახ. არის თუ არა მნიშვნელოვანი მშობელი იცნობდეს კარგად თავის შვილს. აი შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასე არ არის. აი მაგალითად მშობელმა უნდა იცოდეს მისი შვილი თქვა ჰიპერაქტიულია, ჩაკეტილია, კონტაქტურია, რამე კონკრეტული სადმი აქვს მიდრეკილება თუ არა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცნობა საბავშვო ბაღში. არის თუ არა მნიშვნელოვანი სკოლამდე საბავშვო ბაღის გავლა ბავშვისთვის. იცით რა არის? მნიშვნელოვანი თავისთავად არის. საბავშვო ბაღიც და ეგრეთ წოდებული ფრესკულიც, რაც უკვე სკოლის სტრუქტურაში შეტანილი სივრცე და მიზანია. ეს თავისთავად ხდება მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ წინა სასკოლო მომზადების ცნება არსებობს ზოგადად პედაგოგიკაში. ოღონდ ერთი რამე უნდა ვთქვათ, აი საბჭოთა კავშირის პიკზეც კი დაახლოებით 60%-ს არ აღემატებოდა ბავშვების ჩართულობა საბავშვო ბაღების ქსელში. ანუ ყველასთვის ეს ხელმისაწვდომი არ იყო. ჩვენთან უფასოა ახლა ეს დღეს ეს პროცენტი კიდევ უფრო ნაკლებია. რატო? აი როგორ ხსნით ამას? როგორ ხსნი ამას სათანადო სიმძლავრეები სჭირდება, ამას ბევრი და დიდი მშენებლობა სჭირდება, ამას დიდი საკადრო პოტენციალი სჭირდება პროფესიონალების. ეს ასე მარტივი გადასაწყვეტი ანუ თქვენ ამბობთ რომ სურვილი შეიძლება აქვს მშობელს ბაღში მიყვანის, მაგრამ არ არის ტექნიკურად არის საშუალება. ყველასთვის ეს შეიძლება დღესაც კი იყოს მიუღწეველი. ამიტომ ქვეყანა რომელიც გამოაცხადებს რომ მას უნდა სრულად მოიცვას სკოლამდელი განათლება, ეს ძალიან ამბიციური განაცხადია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ ძალიან შრომატევადია და ძალიან ფინანსურად ტევადია. ძალიან დიდი და წარმატებული ქვეყნებისთვისაც ეს ზოგჯერ გადაულახავი ამოცანაა. მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ, ისე ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ბაღში სწავლა სკოლამდე? მნიშვნელოვანია მეთქი გიდასტურებთ, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი სამწუხაროდ არ არის. კარგი. ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდანაც, რომ არსებობს განათლების უწყვეტი სისტემა. კი. ჩვენ რას უწოდებდით ადრე ამ სისტემას? სკოლამდელი აღზრდის სისტემას. დაგვირდით განათლების სისტემას არ ვახსენებდით. იმიტომ რომ თუ იმის ნაწილია, მაშინ ეს სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის და თუ სავალდებულოს ხდი ამას, მაშინ შენ უნდა უზრუნველყო სახელმწიფო. კი. გასაგებია. ეხლა კიდე ერთი საკითხი არის. აი თქვენ თქვით რომ მაინც სადღაც კერძო სკოლები ჯობნიან, ხო თავის ხარისხით სახელმწიფო მათ საუკეთესო გამოვლენებებში დიახ გასწორებთ. და აქვს თუ არა, არის თუ არა საჭირო რომ სკოლას გაცხადებული კონდეს თავის კონცეფცია. ანუ მაგალითად რა მიმართულების სკოლა, რაზე აკეთებს ის აქცენტს, თქვათ იქ სწავლაზე, რაღაც სულიერ აღზრდაზე, ტვინის გახსნაზე, აი პირველ რიგში ეს უბრალოდ სასურველი ან სასარგებლო კი არ არის, აუცილებელია და ეს გარდაუვალი აუცილებლობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ლიცენზიას ვერ მიიღებთ. საერთოდ მუშაობას ვერ დაიწყებთ, სკოლას ვერ გახსნით, თუ ასეთი კონცეფცია არ გაქვთ. ამ კონცეფციას მე აფასებს შესაბამისი კომისია და ის ამბობს, ეს მისაღები კონცეფცია ქვეყნისთვის, ჰუმანური კონცეფცია, პროფესიულად გააზრებული კონცეფცია თუ არა. ეს ერთი. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. აი რა უნდა ვკითხოთო დირექტორსო, ან ვინ შეხვდება იქ. მე ძალიან ურჩევდი მშობლებს, რომ გარდა იმისა, რომ ნახონ ინფრასტრუქტურა მაგალითად, გარდა იმისა, რომ მოიკითხონ, როგორ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოების სისტემა აქ ამ სკოლაში, იმიტომ რომ ეს პირველი რიგის ამოცანა. გარდა იმისა, რომ მოიკითხოს როგორი მასწავლებლები ხავთ აქ? ერთია რა კონცეფცია გაქვს, რა პროგრამებით მუშაობ და მეორეა ის ხალხი, ვინც შენთან მუშაობს, არის შემძლე იმისა, რომ ეს პროგრამა წესიერად ასწავლოს. და რაც ყველაზე მთავარია, ახლა ეს მინდა გითხრათ. რასაც სკოლა აკეთებს, რასაც მასწავლებელი სკოლაში აკეთებს, ეს არის სამი მთავარი რამ. ერთი
ეს არის რომ მე ვასწავლი საგანს. მასწავლებელი ვარ. მეორე, მე ვავითარებ გარკვეულ უნარებს ამ ბავშვებში. დადასტურებული ფაქტია ის, რომ მარტო განათლებულობა ვერ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. აუცილებლად, კი. მე და თქვენ ვიცნობთ ძალიან ბევრ განათლებულ ადამიანს, რომლებიც უბედურები არიან. შეუმდგარები არიან. ხო, აი როგორც ამბობენ, არარეალიზებული ადამიანები არიან. რატო? იმიტომ რომ წარმატებას რომ მიაღწიო, მთელი რიგი უნარებისა უნდა გქონდეს შენ. და ეს ყველაფერი უნდა ოჯახში და სკოლაში ყალიბდებოდეს. მე ვთვლი რომ ნაკლები განათლება და მეტი უნარი უფრო წარმატების გარანტიას იძლევა, ვიდრე ძალიან განათლებულობა და უუნარობა. არა? არ მაქვს საფუძველი რომ ძალიან შეგეძინაავდეთ. ხურეთ რა უნარებს ლაპარაკობ. ჯერ იხსენები ეს. ნებისყოფა მაგალითად. აბა წაიდგითხეთ თქვენ რომელიმე სკოლის დირექტორს რას აკეთებს ეს სკოლა რომ მის მოსწავლეებში ნებისყოფა განვითარდეს პირველივე კლასიდან. შეიძლება უხერხული დუმილი ჩამოვარდეს. შრომის მოყვარეობა და შრომის მიმართ პატივისცემის გამოხატვა. მესამე ალგორითმის გააზრების უნარი. მიზანთან ვერასდროს ვერ მიდიხარ ერთი ნაბიჯით. როგორც წესი ასეა. თუ ასეა მაშინ შეუნდა გადაწყვიტო რა ნაბიჯები უნდა გადადგა. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რა თანმიმდევრობით უნდა გადადგა ეს ნაბიჯები. ამას შესწავლა უნდა, ამას სკოლა უნდა ასწავლებდეს. კიდევ არის უნარი ფსიქოლოგიური მდგრადობისა წარუმატებლობის მიმართ, რომ პირველი მარცხის შემთხვევაში ყურები არ ჩამოყარო და უკან არ წახვიდე. და არ გაჩერდე, არ დანებდე. და არ დაიწყო ლაპარაკი, რომ ღმერთმა მიგატოვა და რომ შენ ამ საუბედურში ტყუილად გაჩნდა. ან დააბრალოს ყველას ეს რა. ხო და ყველაფერი სხვისი ბრალია. კი, ქვეყანიდან დაწყებული. ანუ, უბრალოდ პირველი ჩვენ თქვით რომ მასწავლებელი ასწავლის რაღაც საგანს, ის ცალკე სივრცეა კიდე და უზარმაზარი. მეორე აყალიბებს და ანვითარებს ამ უნარებს. და მესამე აყალიბებს და ავითარებს ასევე ღირებულებათა სისტემას, რომ შენი შვილი და შენი მოსწავლე სიკეთის მხარეს დადგნენ, როცა ამის დრო დადგება. გააზრებულად. მეორე და მესამე, ანუ უნარები და ღირებულებები, ეს არის აღზრდის სისტემის თემები. აღზრდის სისტემა ჩვენ სკოლებში მაინც და მაინც არ არსებობს. ეს სამწუხაროა. პირველ რიგში მე ამას ვიკითხავდი. მე რო შენ მოგიყვანე 6 წლის ჩემი შვილი, ყველაზე ძვირფასი ადამიანი ჩემთვის. შენ მე კარგად მითხარი, რას გააკეთებ ამ 12 წლის განმავლობაში და ვის მივიღებთ მე და შენ. როგორ ადამიანად ჩამოვიყალიბება. როგორ ჩამოყალიბდება, ვინ იქნება ეს 12 წლის შემდეგ? ეს არის თავარი კითხვა, როდესაც სკოლას არჩევს. თუ შეიძლება კიდე დავამატოთ ჩემ ვერსიას, რომ აი მე ვამბობ ხოლმე რომ მკითხონ შენ გარშემო მყოფ ადამიანებს ყველა თვისებას წავართმევთ და ერთს დავუტოვებ და აირჩიე რომელი გინდა. მე ვიტყვი რომ ეს არის პასუხისმგებლობის გრძნობა. იმიტომ რომ რეალურად ყველაფერი, აი სიყვარული რა არის პასუხისმგებლობა, დედაშვილობა, მეგობრობა, ცოლბრობა, თავისუფლება, ყველაფერი არის პასუხისმგებლობა და თუ ეს ვერ გამოვუმუშავეთ, წყალში ჩაყრილია დანარჩენი მცდელობა და ალბათ კრიტიკული აზროვნების უნარიც. ხო, მან უკვე ბევრი რამ შეიძლება დაასახელოს ადამიანმა, მაგრამ თავარი სწორედ ეს არის, რომ აღზრდილობა აღემატება ძალიან ბევრ სხვა რამს. მათ შორის სოდნასაც ხანდახან თუ ყოველთვის არა. იმიტომ რომ ჯერ ადამიანი უნდა იყოს და მე უნდა იყოს ისტორიკოსი და ფიზიკოსი. აუცილებლად. ეხლა მივიდივართ კიდევ ერთ საკითხთან. აი სოციალურ ქსელებში არსებობს ჯგუფები, სადაც ეს მშობლები იკრიბებიან ერთმანეთს ასურს უზიარებენ, როგორ ვქნათ, რა ვქნათ და როცა მიდგება ხოლმე საქმე რომ აი როგორ ავირჩიო სკოლა, ну რა თქმა უნდა ისინი ამბობენ რომ მინდა იყოს უსაფრთხო გარემო, მინდა იყოს კარგი ინფრასტრუქტურა, შევდივარ ტუალეტს ვნახულობ, საკვებ ადგილს ვნახულობ, რა თქმა უნდა ხა ეს მნიშვნელოვანია. ყველაზე ნაკლებად ამბობენ ხოლმე რომ მინდა ისეთი სკოლა, სადაც კარგად და ძლიერად და მაგრა ასწავლიან. პირიქით, აი ცეთ როგორი რაღაცა შიშია, აი ემანდ რამე ზედმეტი არ შემომესწავლოს. აი რაღაც დაახლოებით ეგეთია და სწავლას არავინ არ მოუკლავს და თანაც ისიც ხო უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწავლა არის შრომა, რეალურად. რთული შრომაა ეს და რა ვქნათ? მიდიან ხოლმე საზღვარგარეთ სასწავლებლად. პირველ ხანებში ძალიან უკვირთ ხოლმე ის დატვირთვა, რასაც ისინი იღებენ იქაურ კოლეჯებსა თუ უნივერსიტეტებში. იქ ძალიან კარგად იციან, რომ ცხოვრება არ არის თამაში. რომ 21 საუკუნე არის
ჯერ არ ნახული შესაძლებლობების საუკუნე. მაგრამ ამავდროულად ეს არის უსასტიკესი კონკურენციის საუკუნე. შენ ვერ იქნები კონკურენტუნარიანი თუ შენ ზარმაცი ხარ და თუ შენ ყველაფერზე ვარს აცხადებ. და ბამბის ქულებში გაიზარდე, სადაც შენ ამბობ, რომ გამოცდა ჩემთვის სტრესია. მე მეჩნევ ეს იდიოტიზმი. მეც. თუ შენ ამბობ, რომ ამდენს ვერ იმეცადინებ, თუ შენ ამბობ, რომ რა ამბავი ამდენი ციგნის გაცნობა, მაშინ ცხოვრება გეტყვის, რა ამბავი ამდენი ბედნიერების მოთხოვნა შენგან. და არა მარტო გეტყვის, არამედ დაგარწმუნებს კიდეც არაერთი მაგალითით, რომ შენ ცდები. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები კონკურენტუნარიანები გავზარდოთ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა საქართველოსი, მაშინ ჩვენ მათ უნდა უთხრათ, რომ სწავლა არ არის გართობა, ხანდახან ამისკენ მიხავთ ხოლმე, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, რომ თამაშით სწავლება და შემდეგ არც უმაგისობაა, მაგრამ ეს მეთოდია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მეთოდი. და ამას უკავშირდება ერთი ასეთი მომენტი, რომ ჩვენ სკოლებში ძალიან გადაუხვიეს უფლებების გზაზე და ძალიან განზე დატოვეს მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განცდა და გზა. ეს არ არის სისასტიკე, როდესაც შენ ბავშვს ასწავლი, რაც რუსთველმა თქვა დიდი ხნის წინ, რაც არ აქ წადდეს, იგი ქმენ ნუსდევ წადილთა ნებას. ანუ გურამიშვილით შენ ნუ გაიბატონებ სურვილებს, შენ იყავი შენი სურვილების ბატონი. სხვანაირ შემთხვევაში ასეთი ნებისყოფის არარსებობის შემთხვევაში შენ განწირული ხარ უწავლო. და მასწავლებელი გამოვიდა დაშინებულის როლში, რომ რამე ზედმეტი არ მოუვიდეს ბავშვთან. და აი თითქოს დაშინებული მასწავლებელი ვერაფერს ვერ გააკეთებს, ცხადია, მაგრამ ვერ ასწავლის უბრალოდ. უნებრივია, მაგრამ ხო არის ეს ფაქტიც, რომ აი თქვათ იქ რაღაც ზედმეტი შენიშვნა არ მივცე, ის არ ჩამეთვალონ, რომ რაღაცა ვაბულინგებ, არ ჩამეთვალ, ნუ რთული თუ ასე ფიქრობს სკოლიდან უნდა წახვიდე. კი, რთულია, აი ამის მოთხოვნა რთული. ეხლა კიდე ერთ საკითხთან მივდივართ. შეიძლება ხა ჟარგონულად თქვა და გამიბრაზდნენ მშობლები, მაგრამ რეალურად ესეა, რომ მშობლის დაბოლება არის ადვილი. და ძალიან კარგად სარგებლობენ ამით მთელი სტრუქტურები, ვინცაც ეხება ეს. მაგალითად, აი ხო არის ეს სკოლები მიაწებებენ რაღაც ოქსფორდის, რაღაცა კემბრიჯის, რაღაცა ერთი მეუნება ჩემმა შვილმა მესამე კლასში TOEFL-ის გამოცდა დაწერა, საერთოდ რა საჭიროა, ამაში რა თქმა უნდა ფული გადაიხადა. ანუ მივხვდით ამით აბანენ ამ მშობლებს და ებნებიან ეს მშობლები. რომ მესამე კლასში ცოლი მოიყვანა. ხო, დაახლოებით ეგრეა. და აი როგორ ვურჩიოთ მშობლებს, ნუ წამოეგებიან აი ამ ჭრიალა ჭყიალა რაღაცა ხშირად ამბობენ ხოლმე აუცილებლობაზე იმისა, რომ სასკოლო ცხოვრებაში უნდა იყოს ჩართული მშობელი. ეხლა ახსენდება წლების წინ მე ვიყავი ქართულ დელეგაციასთან ერთად ვაშინგტონში სწორედ ამ საკითხის შესასწავლად, როგორ ახერხებენ ისინი მშობლების ჩართვას. პირველ რიგში უნდა დავაზუსტოთ, ეს უნდა იყოს გაცნობიერებული ჩართვა. და ჩართვა იმ საკითხებში, რომელიც შეიძლება იყოს მშობლის ინტერესი და განსაკუთრებით ხაზგაუსვა ამას კომპეტენცია. მშობელს უნდა დაელაპარაკო, მისი აზრი შეიძლება გაითვალისწინო. შეიძლება არც გაითვალისწინო, თუ ეს პედაგოგიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მე მაგალითად მინახავს მშობელი, რომელსაც უთქვამს, რომ მე თანახმავარ, რომ ჩემი შვილი ცემოს მასწავლებელმა, თუ ეს აუცილებელია. დაუჯეროთ ხა გავითვალისწინოთ ეს ამბავი. ან მინახავს მშობელი, რომელიც ამბობს, რომ მე იცით ფულს ვიხდი აქა და ამიტომ მე ველოდები 100%-იან შედეგებს. ეგეც განსაკუთრებით კერძო სკოლებში არის. ხო, ეს ხშირად ხდება ასე. 100%-იანი და გინდა 70%-იანი შედეგი დამოკიდებული არ არის მხოლოდ სკოლაზე და მხოლოდ მასწავლებელზე. ეს ორმხრივი ინტერესი უნდა იყოს და ორმხრივი პროცესი უნდა იყოს, ორმხრივი ჩართულობა უნდა იყოს. ამიტომ ამბობ, რომ მშობლების გაცნობიერებული ჩართულობაა აუცილებელი. ეს ვაშინგტონი რო ვახსენე და იქაური შეხვედრები, ბოლოს და ბოლოს ვკითხე ერთს, იქ ვინც იყო და ვისაც ცოტა იუმორის გრძნობა შევატყვე, რომ ბოლო მითხარით მეთქი, წარმატებულია ეს თქვენი გამოცდილება მშობლების ჩართულობის. შეუდარებელია იქაური ყოფა და აქაური ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ იქ ძალიან ძლიერი ასოციაციებია მასწავლებლების და მშობლების მით უმეტეს კიდე. და ისინი ბევრ რამეში ჩართულებია. მომეტრიალდა ეს ადამიანი და მითხრა, ნეტა ეგ გამაგებინა მე რომ ხდება.
რა თქმა უნდა, ნავიხუმრა, იმიტომ რომ ბევრი რამ მანამდე ჩვენ გითხრეს და გაგვაცნეს, მაგრამ თვითონ პათოსი ამ პასუხისა სავსებით გასაგები იყო. ანუ აი ეს ზედმეტი რაღაცეები, თქვათ ეს უცხოურები, იცით რა არის, არ უნდა მოტყოდეთ, მაგრამ რომ არ მოტყოდეთ, უნდა იცოდეთ. არ უნდა დაიზაროს მშობელმა და უნდა ჩაიხედოს იმაში, რასაც ეუბნებიან. ხო. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება დაგიწერონ ბევრი რამ, თქვენ შეიძლება გითხრან ბევრი რამ, მოგხიბლონ ამ დაწერილით და ნათქვამით, მაგრამ თქვენ თუ კრიტიკულად არ შეაფასეთ ეს, თუ არ მოითხოვეთ მაგალითები კონკრეტული წარმატების მაგალითად, ხო? თუ არ შეისწავლეთ ამ სკოლის გამოცდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ ერთ რამეს გირჩევთ, უბრალოდ ენდეთ სკოლას მაშინ და რაც გამოვა. თუ არა უნდა შეისწავლოთ. სხვადასხვა ერთი კრიტერიუმი ისიც არის სკოლის არჩევისას, რომ ვინ რას ამბობს სკოლაზე, ხო? ხა სკოლას აქვს თავის რეპუტაცია, ბუნებრივია. თუმცა ვიღაცა რო გეუბნება, რომ კარგი სკოლაა, რამდენად ხარ დარწმუნებული ის რას ეძახის კარგს, ან მისი პრიორიტეტი რა არის? ხო, და ამიტომ გეუბნებით, უნდა შეისწავლოთ ეს ამბავი. ჯობია მაინც პირადად. დიალოგი რისთვის არის? კითხვები რისთვის დაისმის? აი ამ საკითხების გასარკვევად. მე ახლა თქვენ შემიძლია იმდენი კაი რამე გითხრათ, რომ მოგხიბლავთ ეჭვი მაქვს, რომ 90%-იანი ალბათობით. კი. დარწმუნებული მაგრამ თქვენ ამ წუთას შეიძლება ვერც გადაამოწმოთ ის, რასაც მე გეუბნებით. რა? რა თქმა უნდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ მომიყვანეთ თქვენი შვილი, მე არ მჭირდება 12 წელი, 3 წელიწადში მე მოვამზადებ თქვენ შვილს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. და გეტყვით 1000 რამეს, როგორ და რატომ მოვახერხებ ამას. ამიჯერებთ? არა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასეც მოხდეს. და ბოლოს, აი მე მაგალითად ჩვენ გავიზარდეთ კლასებში, სადაც 40-45 მოსწავლე ვიყავით კლასში. რა ვიცი, ხარ იყო ეს ცუდი იმ გაგებით, რომ ყოველთვის შეგეძლო აგირჩიე შენი წრე ამდენ ბავშვში და არავინ არ რჩებოდა ისე რა, უმეგობრო და წრის გარეშე. და ამ ხრივ ჩვენ რაღაცა თითქოს მაშინ ესე იყო და მიჩვეულები ვიყავით. ახლა ძალიან დაპატარავდა ეს კლასები, ხო, განსაკუთრებით კერძო სკოლებში, 15-ზე მეტი მე მგონი აღარც შეიძლება. და ეს კარგია თუ ცუდი? იცით რა არის? აინშტაინი უნდა გავიხსენოთ ახლა მე და თქვენ და მე. ყველაფერი არის ძალიან ფარდობითი. ზოგიერთი ამბობს, რომ მე ვერ ვასწავლი კლასში, სადაც 15-ზე მეტი მოსწავლეა, იმიტომ რომ ან 20-ზე მეტი, ხა ეს 20 რაღაც სტანდარტი გახდა თითქოს. იმიტომ რომ სწავლა არის ძალიან ინდივიდუალური პროცესი და მე ყველასთან ცალ-ცალკე უნდა მქონდეს შესაძლებლობა რომ მივიდე და ველაპარაკო, არგუმენტად მოჩანს. მეორე მხრივ რა ვუყოთ მაგალითად ჩინურ სკოლებს, სადაც ერთ კლასში ზოგჯერ რამდენიმე ათეული უფრო ბევრი ვიდრე ცოტა ათეული ბავშვია. იმათ შეიმუშავეს გარკვეული მეთოდოლოგია და მეთოდოლოგიათა სისტემა მთელი, რომელიც მათ ძალიან სერიოზულ შედეგებამდე მიიყვანს კი არა, უკვე მიიყვანა. კი, არის წილი წარმატებები. ასე რომ მათ იციან საერთოდ პრობლემების სათავისოდ გამოყენება. პრობლემას იეროგლიფიც რო აქვს. კი არ უნდა შეუშინდე პრობლემას, არამედ უნდა გამოიყენო როგორც გამოწვევა და როგორც შესაძლებლობა გაუმჯობესების რაღაცა პროცესების და შენ თავის. გამოუვალი მდგომარეობები პედაგოგიკაში არ არსებობს. შეიძლება ამ განზომილებაში მიაღწიო წარმატებას და მეორე განზომილებაში. თავარი ისაა, რომ შენ პროფესიონალი იყო და უნივერსიტეტის პროგრამები ამზადებდნენ მასწავლებლებს კონკრეტული საგანმანათლებლო ამოცანების გადასაწყვეტად სკოლებში. კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა რთულიც არის, რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი თქვენ როგორ უყურებთ იმას, რომ ხა კლასში უნდა ვაღიაროთ, რომ ყველანაირი შესაძლებლობის ბავშვია, ზოგს მეტად უჭრის გონება და უფრო სწრაფად აზროვნებს და ადვილად შეუძლია რაღაც ამოცანების გადაჭრა, ზოგს მუხრუჭი აქვს და ცოტა უფრო ნაკლებად. ვის უნდა გაუსწორდეს მასწავლებელი? საუკეთესოს თუ შემორჩენილს ცოტა? ეგ არის მასწავლებლის ხელოვნებაც სწორედ, რომ ყველასთვის უნდა იხარჯებოდეს იმ თავის კლასში, რაც არის ურთულესი ამბავი. ძალიან რთული. ეს მარტო ცოდნა არ არის, ეს არის ხელოვნება კიდე. ამიტომ არის, რომ ძალიან მაგარი მასწავლებელი არის ძალიან ცოტა.
ძალიან ცოტა. და ძალიან მოსაფრთხილებელი. ჩვენი ამოცანა ეს არის, რომ ზოგადი ნაწილი, უმრავლესი ნაწილი მასწავლებლობისა იყოს რაც გარკვეულ დონეზე და ამ დონეს არ ჩამოსცდეს. ეს გარანტია უნდა ჰქონდეს ქართულ სკოლას. მაგრამ საუკეთესოები ძალიან ცოტანი არიან. საერთაშორისო საგანმანათლებლო დოკუმენტებში ბოლო წლებში რა ჩანაწერები გაჩნდა, იცით რომ ჩვენო მთელი 10 წლეულების განმავლობაში ვზრუნავდით იმაზეო, რომ საყოველთაო თანასწორობისთვის მიგვეღწია განათლების სფეროში. რომ მისაწვდომობა ყოფილიყო ყველასთვის თანაბარი, რომ სერვისები მიეღო ყველას თანაბარი. ანუ საშუალო მოსწავლეზე თვლიდნენ ყველაფერს. და რა ჩაწერეს, იცით იმათ, რაც ცხოვრება მრავალი საუკუნის წინ დაამტკიცა. პროგრესი ქმნიან გამორჩეული ადამიანები. აუცილებლად, პიროვნებები, კი. ჩვენო დაგვავიწყდა ნიჭიერი მოსწავლეები. აი სამწუხაროდ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ასეც უნდა იყოს თქვა, შეიძლება იქ უნდა შეზღუდულ, შეიძლება იქ რაღაც ჩამორჩენილს ყველას, მაგრამ ნიჭიერს ყველაზე ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. არა და ნიჭიერება სუსტია თავისთავად, არ არის რქიანი. ნიჭიერება სჭირდება დახმარება. და დახმარება ჭირდება სწორედ ნიჭიერებას და აი ეს მოდით ჩვენ ამ თემებზე კიდე გავაგრძელოთ განათლების თემებზე პოდკასტების სერია. ახლა მინდა შევაჯამოთ და აი პუნქტებად რო ჩამოვაყალიბოთ, თქვათ, რა ქნას მშობელმა, რომელიც აი ახლა დგას ამ არჩევანის წინაშე. ახლა ჭირდება სკოლის არჩევა ბავშვისთვის. კარგი, ანუ ალგორითმი გავაკეთეთ, კი. რაც სკოლაში უნდა ასწავლონ მასწავლებლები ბავშვებსაც. მოდი დავიწყოთ ამით. პირველ რიგში დარწმუნდით კარგად, რომ თქვენი შვილი პირველ კლასში უნდა წაიყვანოთ. ეს ხომრობით, რასაკვირველია. ანუ არის თუ არა მზად რატო ხა შეიძლება რომ არა, არის თუ არა 6 წლის, აი ეს ამას რეაქცია ყურადღება, იმიტომ რომ ზოგს ძალიან უნდა რომ უფრო ადრე ჩქარა. ანუ თქვენ აწინააღმდეგებთ, მეც ვეწინააღმდეგები ადრე შეყვანას, კი. არ არის თლად კარგი, ამ დროს არსად არ უნდა გეჩქაროთ. ნამდვილად, არაფერი საჩქარო არ არის. მეორე, შეარჩიეთ რამდენიმე სკოლა, რომელსაც შეისწავლით, რომელიც თქვენ სახლთან ახლოა, შედარებით მაინც. იმიტომ ძალიან რთულია ყოველ დღე 1 საათი ავტობუსში ბავშვი იქით აქ ძალიან რთულია, კი. და დროს ჭამს ძალიან სასარგებლო დროს ჭამს. და ღლის ბავშვს. კი ბატონო. მესამე, მიდით არ დაიზაროთ, მიდით ამ სკოლებში. ნახეთ ინფრასტრუქტურა. შეხვდით სკოლის ხელმძღვანელებს. გაეცანით ამ სკოლების კონცეფციებს. ნახეთ, აქვთ თუ არა აღზრდის სისტემა. თუ აქვთ, აუცილებლად დაინტერესდით, რაც იქ უწერიათ ფურცელზე, იმას როგორ აკეთებენ. მაგალითად, ქართული სკოლა ზრდის ქართველებს. რა, პატრიოტული აღზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და გვიწერია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში. იმის ჩაწერა იქ შედარებით ადვილია. აი, კითხეთ იმ დირექტორს, როგორ ზრდით თქვენ აქ ქართველებს? აი საინტერესოა რას გიპასუხებთ ეს. რას აკეთებენ? რომელი კლასიდან იწყებენ ამაზე ზრუნვას? ალბათ პირველიდან დაიწყო. სამშობლოს სიყვარული, სამდე წყვეტენ ამას, ამბობენ რომ აი მე-7 კლასში უკვე მზად არის და პატრიოტია უკვე თუ მე-12-მდე გრძელდება ეს. თუ ეს ასე ხანგრძლივი პროცესია, კლასების მიხედვით როგორ ნაწილდება ამოცანები ამ მიზნის მისაღწევად. ეს პატრიოტული აღზრდა ერთია. ასეთი არის ბევრი სხვა მიმართულება. რა? აი დაგვირდით ამ ერთსაც გეტყვით და ამით შეიძლება დავასრულოთ კიდეც რომ რას ნიშნავს აღზარდო ადამიანი? ჩვენი ცხოვრება რამდენიმე განზომილებას მოიცავს. მე და ღმერთი მაგალითად. ადამიანის ცხოვრებაში ეს კითხვა ხო დგება, შენ გინდა მორწმუნე იყავი, გინდა ათეისტი იყავი, ვინც გინდა ის იყავი, მაგრამ ეს კითხვა დგება და ეს კითხვა პასუხს მოითხოვს და ეს სკოლა უნდა დაგეხმაროს. მე არ ლაპარაკობ იქ პროზელიტიზმზე და ქადაგებაზე და მოქცევაზე, რაც კანონით აკრძალულია. მე ლაპარაკობ იმაზე, რომ კულტურულ ადამიანს მოეთხოვება, რომ გაეცნოს ამ სფეროს წმინდა საგანმანათლებლო თვალსაზრისით. ეს ერთ, მე და ღმერთი. მეორე, მე და სამყარო.
სკოლაში რისთვის ვსწავლობ და ბიოლოგიას, ფიზიკას, ქიმიას, მე და სამყარო რო გავიაზრო ეს განზომილება ებეთო. კი, ამიტომ შეიძლება კითხები, რატო ვისწავლო ბიოლოგია არ მჭირდება. რატო ვისწავლო ის არ და აი ეს რო ყველაფერი ტვინს ავითარებს, ადამიანს ავითარებს, ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს, ეს ავიწყდება. აი ეს ორი ვთქვით, ხო? მე და ღმერთი, მე და სამყარო. მე არის მე და სამშობლო. ხო არის? ამაზე რაღაცა სიტყვა ხო უნდა ამოიღოს სკოლა, მაგრამ ამიტომ სწავლობ საქართველოს ისტორიას შენიკა, საქართველოს გეოგრაფიას ამიტომ სწავლობ. ქართულ ლიტერატურას ამიტომ სწავლობ, არა? მე არის მე და სახელმწიფო, იქ მოქალაქის ჩამოყალიბებაზე ლაპარაკი, არა? შემდეგ არის მე და ოჯახი. ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდი, გადამწყვეტი, ხანდახან. და ბოლოს არის მე და მე, შენ თავთან დამოკიდებულება. კი. 6 მთავარი განზომილება დავასახელეთ. 6-ვეს როგორ უპასუხებს ეს სკოლა? აი დაინტერესდით თქვენ და მოისმინეთ პასუხები. ჩვენ ხართული დავალება მივეცით მშობლებს. მშობლებს, უფრო ადრე დირექტორებს მივეცით ეს დავალება ჩვენ. იმა უნდა უპასუხოს. და რო უპასუხოს, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თვითონ მასაც, მის პედაგოგიურ გუნდსაც და ამ საქმეს, აი წეგან გუნდი რო ვახსენე, არა ცალკეული მასწავლებლის ძალისხმევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არამედ მთელი გუნდის ძალისხმევა, რომელიც აურას ქმნის, სასკოლო კულტურას ქმნის, ხო? აი ეს უნდა იყოს გამსჭვალული ამ იდეით. და უნდა შეეძლოს ამ იდეის განხორციელება. აი ეს კითხეთ იქ რომ მიდიხართ და გადაწყვეტილება მიიღეთ პასუხის შესაბამისად. ძალიან საინტერესო იყო. ცოტა რაღაცა მაღალ მატერიებზეც გავედი და ინტელექტუალურად აღზრდილ მშობელს სჭირდება ალბათ ასეთი რჩევები, რომ გაითვალისწინოს და ალბათ გაითვალისწინებენ. გიამრღულია იყო დღეს ჩვენი სტუმარი, საუბრობდით ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, როგორ ავარჩიოთ სკოლა. ვფიქრობთ, რაღაც რჩევები მივეცით მშობლებს, თუ გაითვალისწინებენ, კარგი იქნება, თქვენ უღრმესი მადლობა. თუ არა და უკეთესი. თუ არა ვნახოთ თავის თავს დააბრალებენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენთვის. ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის თქვენთან საუბარი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემებზე კიდევ საუბარს, იმედია მოგეწონებათ და დაინტერესდებით. მადლობა.